ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა. შეხვედრა რაიონში არსებული სოფლების რწმუნებულებთან ჩატარდა და ადგილობრივების ინფორმირებულობას ისახავდა მიზნად. შეხვედრაზე მაღალმთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელი პრიორიტეტების საკითხები წამოიჭრა და კონკრეტულ სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმაში ადგილობრივთა მეტი ჩართულობის აუცილებლობას გაესვა ხაზი. Konda soflis განვითარების პროგრამებთან და პროგრამასთან დაკავშირებით დაგვივალა რომ ჩავატაროთ ეს ყრილობები მოსახლეობის, გავაკეთოთ გამოკითხვა, რა სურს მოსახლეობას, სადგარ და როგორ განკარგავენ ამ თანხებს. ჩვენ უნდა გავუწიოთ ზედამხედველობა. პრიორიტეტები არის გრძელვადიანი მოხმარების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურული პროგრამები, დარჩა აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობა, ჩვენ მქონდა ამაზე საუბარი, თქვენ მოისმინეთ, აუცილებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა მოსახლეობის ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს ხალხმა რა კეთდება მათ სოფელში, რა თანხა იხარჯება და სადმის ფული რომ